მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებლებო. ვაგრძელებთ საავტორო გადაცემათა ციკლს საუბრები ჟურნალისტიკაზე. სიმართლე სიკეთით. 1991 წლის 3 მაისს აფრიკული ქვეყნების ჟურნალისტები შეიკრიბნენ ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში რეგიონალურ სემინარზე. სემინარს განეხილა თავისუფალი და პლურალისტური მედიის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გამოცემისთვის ხელის შეწყობის საკითხები. ამ სემინარზე მათ მიიღეს ვინდჰუკის დეკლარაცია. ყველასათვის ცნობილი ვინდჰუკის დეკლარაცია, რომელიც შეიცავდა მოწოდებას სხვა ყველა სახელმწიფოს მთავრობებისადმი, რომ უზრუნველეყოთ მედიის თავისუფლება და მისი დემოკრატიული ბუნება. 2 წლის შემდეგ 1993 წლის 21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ იმდენად მნიშვნელოვნად ჩაათვალა ამ სემინარზე მიღებული დადგენილებები, რომ დააწესა 3 მაისი თავისუფალი მედიის მსოფლიო დღედ. ასე რომ 3 მაისი თავისუფალი მედიის დღესასწაულია ჩვენს პლანეტაზე. ულოცავთ ჩვენს კოლეგა ჟურნალისტებს და საზოგადოებას ჩვენს პროფესიულ დღესასწაულს. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ მოვიწვიეთ სტუდიაში ჩვენი დიდი მეგობარი და კოლეგა, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, მას კომუნიკაციის მიმართულებით, პროფესორი აკაკი სიხარულიძე. მადლობთ ბატონო აკაკი ჩვენ სტუდიაში მოგბრძანებისთვის და აქვე მინდა რომ კიდევ ერთხელ მიულოცო ჩავლილი იუბილე ბატონო აკაკის ახლახანს ლამის ნახევარი საქართველო რო გილოცავდა სოციალურ ქსელში და მინდა განსაკუთრებით გამოვყო ჩვენი ძვირფასი საერთო მეგობრის ბატონი რეზო ბალანჩივაძის სიტყვები. ბატონო კაკო, გილოცავთ. მოლოცებს ეტყობა, რომ ლოცავენ კარგ კაცს, წესიერ კაცს, თავმდაბალ კაცს, ყველას რომ უყვარს. ასეთი პოპულარობის მოპოვება ადვილი არაა. ამას ორი რამ სჭირდება უცილობლად. წესიერება და კეთილი გული, რომლებიც თქვენ ღვთისაგან გაქვთ ბოძებულიო. რა უნდა დავამატო ჩემო კაკი? ასეთ დახასიათებას, ხო? მიხარია რომ დღეს ჩემი რესპონდენტი ბრძანდებით. და ასეთი მექნება პირველი შეკითხვა თქვენთან. მართალია ყველაფერი ვინდჰუკიდან დაიწყო დანარჩენი სამყაროსთვის, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში იმავე 93 წლის 21 მარტიდან აღენიშნება ქართული ჟურნალისტიკის დღე, ვინაიდან ეს არის დასაბამი ქართული ჟურნალისტიკისა, პირველი ქართული გაზეთის გამოცემის დღე, ხო? გემახსოვრებათ ისიც უთუოდ ეს ჩვენს თვალწინ მოხდა, რომ ინიციატივა თავიდან სტუდენტებისგან წამოვიდა, ხო? რატომ ილიას ქვეყანაში, სერგეი მესხის, ნიკო ნიკოლაძის და ასე შემდეგ, რატომ არ უნდა გქონდეს ჩვენი საკუთარი ეროვნული ჟურნალისტიკის დღეო? მოგეხსენებათ, ახლა უნივერსიტეტი დიდწილად სტუდენტის არის, მის სურვილებს, მიზნებს, სამომავლო ამოცანებს უნდა შეესაბამებოდეს და ბუნებრივია შესაბამისად მივიღეთ ეს ინიციატივა აიტაცა არა მარტო ჟურნალისტიკის ფაკულტეტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, არამედ იმჟამინდელმა ფედერაციამ, ჟურნალისტთა ფედერაციამ, რომლის თავკაცი თქვენ ბრძანდებოდით მაშინ და მე მინდა ძალიან დიდი სიამაყითაც და მოწონებითაც გავიხსენო, რომ ჩვენ მაშინ თანამშრომლობდით ძალიან მჭიდროდ ფაკულტეტი ჟურნალისტიკისა და ჟურნალისტთა ამქრის ხელმძღვანელობა ეს ჟურნალისტთა ფედერაცია. თქვენ ამ მოვლენების ეპიცენტრში იყავით, ბუნებრივია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ეროვნული პროფესიული ზეიმის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა ბრძანდებით, ხომ? აი როგორ გაიხსენებთ ამ პერიპეტიებს? მოგესალმებით დიდი პატივისცემით თქვენ და TV ქართულის აუდიტორიას, მაყურებელ აუდიტორიას. როგორც ყველაფერში ამ საქმესაც ყავდა მომხრე, მოწინააღმდეგე, როცა საერთოდ ზოგადად აი ჩემი
არჩევის შემდეგ ამ ორგანიზაციის რამდენიმე საკითხის აუცილებელ საკითხთა შორის ის იყო თვითონ წევრებზე ზრუნვა, თვითონ ეს ჯანმრთელობის მიმართულებით, იყო სოციალური მიმართულებით, ტრანსპორტის მიმართულებით, რაღაც შეღავათები რომ გაკეთებული იყო. ეს აზრი პირველ რიგშივე დასაწყისშივე დამეუფლა და გაუზიარა ჩემ მაშინდელ კოლეგებს იქ ფედერაციაში პრეზიდიუმის წევრების სახით, გამგეობის სახით და დავიწყეთ ზრუნვა აი ამ თემებზე და აქვე მიზანშეწონილად ჩავთვალეთ ჟურნალისტიკის დღე ყოფილიყო. ამას ასხავდა პატარა მოწინააღმდეგეები, პატარა საზრებები, რომ ეს ხوارი რაღაცა საბჭოური. ეს საბჭოური მეშახტის დღე. მაგრამ როცა მე მომყავდა მაგალითი რომ არასოდეს საბჭოეთი არ ყოფილა, მაგალითად ბრიუსელი, ბელგია, სადაც არის ჟურნალისტთა საერთაშორისო დღე მიჩნეული. არასოდეს არ ყოფილა ის დღე რაც ბრძანეთის ევროპის პრესის დღედ 3 მაისის დაწესება და საბჭოური არ ყოფილა ევროპა. შეხედულობაში მაგ დასავლეთ ევროპა თუნდაც მას პირველად მათ აღიარეს ეს და მათ და ბევრი რამ კიდე. შემდეგ მივედით იმ მოსაზრებამდე რომ რაღაცერად წარსულში უნდა ჩაგვეხედა, წარსულში უნდა გადაგვეხედა და იქიდან გამომდინარე უნდა ამოსულიყავით აი ამ დღის დანიშნასთან დაკავშირებით. რა იყო ეს დღე? ეს გახლდათ პირველი ქართულენოვანი ქართული ბეჭდური პროდუქცია, ორგანო როგორც იქნება, რომელიც გამოვიდა 1819 წელს და დაიდო საფუძველი მთელს კავკასიაში პირველმა გაზეთმა. ეხლა მე რა თქმა უნდა მქონდა შეხვედრა ფაკულტეტთან, კათედრებთან, ჟურნალისტიკის ისტორიის კათედრასთან და მქონდა რამდენიმე შეხვედრა ზოგადად ჭკვიან ადამიანებთანაც. იმიტომ რომ ამ დროს ამდგებიან ხოლმე ისინი ძალიან გადგებიან ადამიანს. ეხლა როცა მეორე აზრი გაჩნდა რომ ეს 1819 წელს გამომავალი 8 მარტს გამოსული ახალი სტილით 21 მარტს გამოსული გაზეთი საქართველოს გაზეთი, რომელიც შემდეგ მალევე ქართული გაზეთი გახდა, მაგრამ გამოვიდა როგორც საქართველოს გაზეთი, ის იყო ინფორმაციული ხასიათის. მასში იბოჭდებოდა ესეთი წერილები, მაგალითად ესეთი ინფორმაციული შენიშვნა, მაგალითად დღეს ყავის ქარხანა გადაიტანეს სადღაც სხვა რაიონში, თბილისში საუბარი. გაზ დედოფალი გაემგზავრა საზღვარზე. ეს რა თქმა უნდა არ იყო ეროვნული აზროვნების ნაღვაწით დატვირთული ოფიციალზე იყო და ეს იყო ინფორმაციული გაზეთი, მაგრამ იყო თავისი ისტორიით, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიით, რასაც ქვია ქართული ჟურნალისტიკის ისტორია. მთელ კავკასიაში პირველი ბეჭდური პროდუქცია. აი როდესაც მეორე აზრი იყო ეს რომ უფრო ეროვნული გაზეთის მიმართ ხარ გაგვეკეთებინა აქცენტი და თარიღის შერჩევასთან დაკავშირებით კი. ხედელობაში ქონდა ილია ჭავჭავაძის ივერია, რომელიც გამოვიდა მთელი ნახევარი საუკუნის მერე კიდევ 58 წელი ზუსტად გამოთვალა. 77-ში გამოვიდა. რა თქმა უნდა უფრო ეროვნული იყო. რა თქმა უნდა უფრო დიდი და დიადი იყო, მაგრამ ეს მაგრამ არის მე და ჩემი მომხრეები, ჩემი უბრალოდ ჩემი აზრის მომხრეები ვიყავით
დამცველი ჟურნალისტიკის ისტორიის, რომ არ უნდა დაუკარგო ქართულ ჟურნალისტიკას ის წლები, რომელიც გახლდათ პირველი ბეჭდური ორგანოს გამოცემიდან მთელ კავკასიაში მთელი 58 წლის მერე 1877 წელს გახლდათ ივერის პირველი ნომერი გამოსული და მით უმეტეს რომ თქვენ მე მახსოვს კარგად ის ჩვენს თვალწინ ხდებოდა ყველაფერი თქვენ მოძებნეთ არაჩვეულებრივი გამოსავალი რომ ჩვენ ივერიის დაარსების თარიღისთვისაც მიგვეგო პატივია რა და არაჩვეულებრივი ფორტაინიდა რომ თქვენ მოუთხოთ ამის რადგან იყო ეს აზრი და არც თუ ისე არა საფუძველი ქონდა რა თქმა უნდა კი საფუძვლიანი აზრი იყო და თან იყო იქ მაგალითად ისეთი სერიოზული და დიდი ჟურნალისტი როგორიცაა ივე თემურ-მეტრეველი. ამხრე იყო რომ ილიას გაზეს და ეროვნულ გაზეს დაუჭიროთ ხარი მისი გამოსვლის პირველ დღეს ეს გამოვიდა კი ბატონო მე ვიხმარეთ რა ზოგი ეშმაკობას და ზოგი გონიერებას დიპლომატია მას უწევდა 16-ში ახალი სტილით გამოსვლა. ჩვენ 16 მარტს თვეზია საუბარი, თუმცა წლებით როგორც წლებით 58 წელი ზუსტად ახლა საუკუნეზე მეტი ტიკი. თუმცა ესე იგი 16 მარტს ვიწყებდით შეხვედრით პატრიარქთან, ფაკულტეტთან ერთად, ფაკულტეტის წარმომადგენლები ხელმძღვანელობა მოდიოდა ჩვენთან ერთად, ფედერაციასთან ერთად. ხვდებოდით პატრიარქს ის დაგულოცავდა ამ დღეებს და შემდეგ უკვე ვიწყებდით ივერიის დაარსების თარიღით და ვიწყებდით შეხვედრებს გაზეთების რედაქციებში, ვიწყებდით შეხვედრებს ტელევიზიებში, სააგენტოებში და 21-ში იყო უკვე გალა საღამო თავისი კონცერტი, თავისი პრემიერებით, დაჯილდოებებით და მათარა ფორმალიტეტს და ძალიან კარგად ხდებოდა დაგვირგვინება ამ დღეების. აი ეს არის მოკლედ თუ რაიმე უფრო დეტალურად დაგაინტერესებთ მზად გიპასუხოთ. აი ასეთი იყო ამ თარიღის ისტორია. ანუ ჟურნალისტიკის დღის დაწესების ისტორია. სადაც ჩვენ ოქროშუალედი მოძებნეთ, ხო? მოიძებნეთ ოქროშუალედი, რომ პატივი მიეგებოდა ივერიის დაარსების თარიღსაც და აღინიშნებოდა რეალური ისტორია დასაბამი ქართული ჟურნალისტიკისა. ამბობენ რომ ახლა კვლავ დადგა წესრიგში ამ თარიღის რევიზია ბრწყალებში რასაც ქვია საკითხი. თქვენ ხომ არ გაქვთ სარწმუნო ინფორმაცია ამის თაობაზე თუმცა მე თვითონ გახლავართ ახლა გამგეობის წევრი ვიყავი ამ ახალი შემადგენლობის და პრეზიდენტის წევრად შემოყვანეს და უნდა გითხრათ რომ ფედერაცია საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირი რომელიც ეწოდა ამ ფედერაციას 2008 წელს მე უკვე იქ აღარ მუშაობდი ისევ საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის სახელმწიფოებით და იგივე ლოგოთი იქნება დაფიქსირებული დღეიდან ამ დღეებში მოხდა ეს ყველაფერი მაგრამ აქვე ეძებენ როგორც ჩანს ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ხო არ ჯობია იყოს ეს ისევ ძველით ილიას სახელს უკავშირებენ ითუმეტეს რომ უნდათ ილია ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედალი დააწესონ ნუ ეს პრემიერებისთვის და დასაჯილდოებისთვის შველიერი იქნება მაგრამ ხო და არ ვიცი სამაგისოდ აუცილებელია რომ თარიღი შეიცვალოს და აზრთა ჯახი მაინც მოგვიწევს მაინც მოგვიწევს მე ვერ გეტყვით რომ ყველა მოღებული ვიბრძოლები თუ საინტერესო არგუმენტირებული კარგად მოფიქრებული რომ უძახიან ხოლმე დღეს შეფუთული კარგად შეფუთული მოსაზრებები იქნება არგუმენტებით რომ
შეიძლება ეს დღე გადავიდეს რამდენიმე დღე თუ კან, იმიტომ რომ ეს ილია ჭავჭავაძის ივერია სწორედ ამას უკავშირდება. მე რა თქმა უნდა არ ვიქნები წინააღმდეგ, ვნახოთ. კი ბატონო, თუ შეიძლება ჩემს პოზიციასაც გავუხატო ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თუნდაც როგორც რიგით ჟურნალისტებს მაქვს ალბათ ამის უფლება, მით უფრო ახლა იკვლევთ ამ საკითხებს და რაღაცა მაინც ჩემი პოზიცია ცოტა განსხვავებულია, თუმცა ჩვენ ერთ არზე ვიყავით მაშინაც და ეხლაც მე ვიცი, რომ რეალურად და ლოგიკურად შენ რა პოზიციაზეც გახარეს, თუმცა გასაგებია გაკი. უბრალოდ ახლა რა თქმა უნდა დისკუსიაში, დიალოგში უნდა მიზანი ორივე მხარის უნდა იყოს ჭეშმარიტების დადგენა, ხომ? ჩვენი მიზანი ეს არის, მაგრამ ამ ჭეშმარიტების დადგენის გზაზე ჩვენი არგუმენტები გვაქვს, განსხვავებული აზრის მქონე თავიანთი არგუმენტები და მე მინდა რომ მოგახსენოთ ჩემი პოზიცია ამის თაობაზე, ვფიქრობ, დიდი შეცდომა იქნება ამ თარიღის შეცვლა. ქართული მედიის ისტორია იწყება პირველი ქართული გაზეთით. 1819 წლის 21 მარტს. ამაზე ჩვენ ერთ განსხვავებული აზრი არ აქვს, ხო? ამ გამოცემის შეფასება, მისი ღირსება, ნაკლოვანებანი სხვა საკითხია. ხა ივერიის გამოცემა თავისთავად დიდი თარიღია, რა თქმა უნდა, ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში, მაგრამ ეს როგორც უკვე ბრძანეთ, მოხდა 58 წლის შემდგომ. რა, ანუ ჩვენ ისტორიას დარგის არსებობისა უნდა დავაკლოთ 58 წელი. და აი აქ მე მოვიყვან ასეთ შედარებას პარალელს ამერიკული ჟურნალისტიკის ისტორიასთან. 1690 წელს კემბრიჯში, ამერიკის კემბრიჯში, მასაჩუსეტსის შტატში გამოდიოდა ერთგვერდიანი ცნობის ფურცელი. ეს იყო ინგლისელი კოლონიზატორების მიერ დაარსებული ოფიციოზი. ეხლა თუ საქართველო რუსეთის კოლონია იყო და ოფიციოზი იყო ეს პირველი ქართული გაზეთი, თუმცა ჩვენ კარგად ვიცით ისტორიიდან, რომ ინიციატივაც ქართული თავადაზნაურობისგან და იგივე ილია ჭავჭავაძისგან წამოვიდა და ბევრი წიშრომეს, რომ ეს პირველი ქართული თუნდაც ქართულენოვანი ბეჭდური გამოცემა ყოფილიყო და ამით სათავე დასდებოდა ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაზე. ასევე ამერიკა მაშინ მე-17 საუკუნეში იყო ინგლისის კოლონია და კოლონიზატორული ერთგვერდიანი ცნობის ფურცელი ვიმეორებად 1690 წელს გამოვიდა და იარსება ერთი წელიც კი არ უარსებია. აი გუბერნატორმა გააუქმა, არათუ გააუქმა, აგრძალა ეს ერთგვერდიანი ცნობის ფურცელი. კოლონიზატორული შინაარსისა გამო. ერთი წლის შემდეგ უკვე პირველი მრავალგვერდიანი ამერიკული გაზეთი გამოვიდა. ისეთი, რომელიც აკმაყოფილებდა მათ ეროვნულ თავმოყარეობასაც, მეტნაკლებად იცით და აი თითქოს აი აქედან უნდა დაწყებულიყო ამ ლოგიკით ამერიკული ჟურნალისტიკის ისტორია, მაგრამ ამ დიდმა ამერიკამ, რომელსაც ჩვენ ბევრ რამეში ვბაძავთ, არის თუ არ არის მისაბაძი ხშირად, მაგრამ რატომაც ეს რჩება მხედველობიდან, რომ მათ ერთი წელიც კი არ დაუკარგეს დარგის ისტორიას და ათვლა ამერიკული ჟურნალისტიკისა იწყება აი ამ სწორედ ოფიციოზით, ამ ერთგვერდიანი ცნობის ფურცლით. აი მახსენდება უნებურად ჩვენ ორივე ვიცი ჩვენი უფროს თაობელი ქალბატონის ჟურნალისტი აღკომელი ეთირსახვაძეს აქვს ასეთი სტრიქონები თავის ლექსში უდარდელობა მილიონერის ჩვენი ქართული სიმშვენიერე. მე სულ ეს მახსენდება ამასთან დაკავშირებით. უდარდელობა მილიონერის ჩვენი ქართული სიმშვენიერე. მე მგონია რომ არ აქვს ამის უფლება. ნუ ეს ჩემი პირადი აზრია, რომელიც ან გაიზიარებენ ან არ გაიზიარებენ და ამასთან მინდა ისიც გავიხსენე, რომ ოფიციალური სამთავრობო გამოცემები იყო ფაქტობრივად იულიუს კეისარის აქტა დიურნაც, ხო? იულიუს კეისარი გამოსცემდა თავის ბრძანებებს, განკარგულებებს და იქ იყო რაღაცა ვაჭრობასთან დაკავშირებული სოციალური პრობლემების ამსახველი მასალები. ეს ოფიციოზი იყო ესეც თავისთავად. ასევე იმჟამიდელი სახელმწიფო მდივნის კარდინალ რიშელიეს ნებართვით დაარსებული და მკაცრი ცენზურის პირობებში გამომავალი პირველი ფრანგული ჟურნალისა და გაზეთიც, ხომ? ოფიციოზი იყო ისიც და ისიც. აღარაფერს ვიტყვი პროპაგანდისტული მიზნით რიშელიეს მითითებით შექმნილ ფრანგულ აკადემიას, ხო? და ძალიან შორს წაგვიყვანს ერთ საუბარი, მაგრამ არც იტალიაში, არც საფრანგეთში არავის მოსვლია აზრად,
რომ აქედან არ დაეწყო თათვლა შესაბამისი ჟურნალისტიკის ისტორიისა, ყველა უფრთხილდება ამ თავის ფესვებს, ამ პრიორიტეტს, რომ ცოტა ხნით, აი როცა რეალურად დაიწყო ისტორია ჟურნალისტიკა, კარგი თუ ავი, ეს უკვე სხვა საკითხია, ხო მართალია. აი ამის თქმა მინდოდა და ნაპოლეონის ან გარიბალდის შემდგომი გამოცემებით არ დაუწყიათ დარგის ისტორია ამ ქვეყნებში. აქვე თუ თავს არ შეგაწყენ თქვენ კარგად გარანტიად გაზრდით, როცა დაიწყება დებატები ამ თემაზე, თქვენ აუცილებლად იქნებით ჩართული. თქვენ იქნებით ჩემო მხრეთა შორის. არა, თქვენს არა, ჭეშმარიტებისკენ მინდა რომ ვიყო ჩემო კაკი. ხო და ჩვენ ვცდილობთ ჩვენი არგუმენტებით სწავლოთ. რა თქმა უნდა, მე გვაქვს არაჩვეულებრივი საგანი, მაინც იქავარ მე, რა ვქნა 50 წლიანი გამოცდილება თავისას წინვალე საგანი გვაქვს საჯარო გამოსვლა დებატები. აი ნეტა ზოგიერთ პოლიტიკოს ზოგიერთ ჟურნალისტ და ძალიან ბევრ ჟურნალისტის საგანი კონდეს ჭეშმარიტების დადგენა უნდა იყოს ორივე მხარის მიზანი. ორივე მხარის მიზანი. მე სხვა მიზანი არ გამაჩნია, უბრალოდ მენანება რომ ჩემი ქართული ჟურნალისტიკის ისტორიას 9 საუკუნეზე მეტი დაუკარგოთ. ისტორიის არსებობას, თორემ ხა ივერიის ფასი ვინ უნდა იცოდეს მკვლევარზე უკითხო მართალია, წარმოუდგენელია და რაზეა ლაპარაკი, მაგრამ იგივე ილია იყო იმ პირველი ქართული გაზეთის დაარსების და ვიცი ჩვენ კულუარებული ინფორმაცია, რომ სწორედაც აი ამ რუსეთის წარმომადგენლებთან ძალიან ბევრი იომა და იბრძოლა და ხან ავად და ხან კარგად ცდილობდა რომ აი საქართველოს ჭირდება ბეჭდური გამოცემა და ის ამის მომხრე იყო და ამდენად იგივე ილიას ხსოვნის პატივისცემაც იქნება რომ ჩვენს მის ნაამაგარ ჟურნალისტიკას თუ ილიას გზით მავალი ხალხი ვართ არ დაუკარგოთ ეს ხომ ამიტომ აი ჯანსაღ დისკუსიაში არგუმენტების მიღება გაბათილების ესეთ დელიკატურ რეჟიმში ალბათ მივალ ჭეშმარიტებამდე მე მაგის იმედი მაქვს და ეხლა მინდა დავიმოწმო აი ჩვენი კოლეგა ასევე ჩვენი პროფესორი თამაშ ჯოლოგოა რომელიც დღეს ცოცხალ მეცნიერთა შორის ეს არავის ეწყინება ყველასთვის მისაღები არის ერთ-ერთი პირველთაგანი მკვლევარი და ავტორიტეტი ხომ აი მისი მონოგრაფია ქართული ჟურნალისტიკის ისტორია ახალი სახელმძღვანელო გვიდეს წინ და რას ვკითხულობთ იქ სადაც ის პუნქტობრივად არგუმენტირებულად ასაბუთებს რომ ცხადია ეს იყო ოფიციოზი ცხადია ეს იყო კოლონიზატორული პრინციპების გამტარებელი და მიზანი იყო ამის დაარსებისა ყოველ შემთხვევაში რუსეთის მხრივ რომ აი ამ რუსულ სივრცეში იდეოლოგიურად შეეყვანათ საქართველოს ხო პროპაგანდა იცით თქვენ და ზოგადად მედია უძლიერესი იარაღია სიტყვით დარწმუნების ხელოვნების თვალსაზრისით რომ ადამიანი მიიმხროს და სიტყვით ყველაზე ძლიერი იარაღი დაიყენოს გვერდით არა მიზანი მათი ეს იყო რაღა თქმა უნდა მაგრამ ყველაფრის მიუხედავად როგორ დასკვნას გვთავაზობს ბატონი თამაზი პირველი ქართული გაზეთის დანიშნულებისა და მნიშვნელობის შეფასებისას უპირველესად ის უნდა აღინიშნოს, რომ მართალია იგი არსებითად საქართველოში ახალ დამკვიდრებული რუსული რეჟიმის ინტერესებს გამოხატავდა, მაგრამ ამავდროულად მან საფუძველი ჩაუყარა ქართულ ჟურნალისტიკას და ამდენად ისტორიული თვალსაზრისით საქართველოს გაზეთი საგანგებო მნიშვნელობის მოვლენად უნდა ჩაითვალოს. არა მარტო ქართული პრესის არამედ ზოგადად ახალი ქართული კულტურის ისტორიაში. საქართველოს გაზეთმა საფუძველი ჩაუყარა კავკასიურ პრესასაც, რაც თქვენ ბრძანებთ. რამდენადაც მანამდე კავკასიაში არც ერთი გაზეთი თუ ჟურნალი არ გამოცემულა. სხვათა შორის 1819 წლისათვის რუსეთის იმპერიაშიც ამ დიდი იმპერიაში, დამპყრობლის იმპერიაში, გარდა პეტერბურგისა და მოსკოვისა, გაზეთები მხოლოდ ყაზანში, ხარკოვსა და ასტრახანში გამოდიოდა. იცით, აი სადღაც მეხუთე ვართ ჩვენ აი ამოდენა სივრცეში. აი ამის არ გაფრთხილება, არ დაფასება, ამის იგნორირება მე პირადად ერთ რიგით ჟურნალისტს ვიბაჩნია არასწორად, არალოგიკურად, არაარგუმენტირებულად. ნახოთ, დიალოგში კამათში გაირკვევა ჭეშმარიტება და მე რა თქმა უნდა თუ კი
როგორღაც თქვენი თქმის არ იყოს, ისინი დაასაბუთებენ და ხა ილიას მეტლის დაწესება ძალიან დიდი ბედნიერებაა და რა თქმა უნდა მივესალმები ყველანაირად ვინ იქნება ამის წინ, მაგრამ ამისთვის არ არის აუცილებელი რომ ჩვენ გავაყალბოთ ისტორია და ნახევარ საუკუნეზე მეტი დაუკარგოთ ჩვენი დარგის ჟურნალისტიკის ისტორია საქართველოში, ხო მართალია. მე ასე ვფიქრობ. აი ამას მინდა მოვაყოლო ლოგიკურად ის რომ საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია თქვენი ხელმძღვანელობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული დედა უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის საქმიანობასთან მომავალ ჟურნალისტთა დაოსტატების არც თუ იოლ საქმეშია რა რაღაც ერთობლივად მიდიოდა ეს პროცესი ხო მართალია ახლა ეს კავშირი სამწუხაროდ კარგახანია აი წლებია უკვე რბილად რო ვთქვათ შესუსტდა ფაქტობრივად აღარ არსებობს ხო ვიყოთ ხა ჟურნალისტის სიტყვა მაშინ ფასობს, როცა ის მართალია, ჭეშმარიტია და სიკეთით არის ნათქვამი, ანუ საქმის სასიკეთოდ ნათქვამი, ხო? ჩემს გადაცემას შემთხვევით არ დავარქვი სიმართლე სიკეთით. ანუ საქმის სასიკეთოდ ნათქვამი სიმართლე მინდა რომ აქ გაჟღერდეს ყოველთვის. ამიტომ აი თუნდაც აი ეს რომ ჩვენ მეცნიერული სიტყვა, მეცნიერული არგუმენტები გამოვიყენოთ პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღებისას, უეჭველია ეს კავშირი. მით უფრო ხა უამრავი უმაღლესი სასწავლებელია, უამრავი უნივერსიტეტია. იქ იზრდებიან მომავალი ჟურნალისტები და ვიზე შეიძლება დაამყარო ეს ცნობილი ციტატა ჩვენ რო გვასწავლენ იმედი თუ არა ახალგაზრდებზე, ხო? იმათი სწორი ორიენტირების საქმეში ჟურნალისტთა ფედერაცია და ფაკულტეტის შესაბამისი სპეციალობა უნდა იყოს ერთად. სხვანაირად ხო არაფერი გამოგვივა. აი თითქოს ტაბუ ადევს მეცნიერ თეორეტიკოსთა და ჟურნალისტთა ფედერაციის ურთიერთობას. დასანანია და აი მე მინდა რომ აი გამოცდილებიდან გამომდინარე კატინდე მე შეგნებით ახლა არაფერს არ ვამბობ არც ვამბობ და ვერც ვამბობ ჟურნალისტიკის მიმართულებაზე, მედიის მიმართულებაზე უნივერსიტეტის. იქ ცოტა ახლებურად არის იქ სწავლა-განათლებაც, მიდგომაც და ამ შემდეგ. ახლებურად არის. კარგია, ცუდია ეს ბავშვებს შეემჩნევათ, ეს ახალგაზრდობას შეემჩნევა, ეს მომავალ ჟურნალისტებს შეემჩნევათ. მაგრამ თუ ძლიერი იქნა ჟურნალისტთა ფედერაცია, ნახავთ თქვენ, როგორ იქიდანაც წამოვა შეხვედრი ნაბიჯები. უნდა წამოვიდეს, მე სწორედ მაგის მომხრეა. ჟურნალისტთა მაგას ვამბობ სხვას არა. ფედერაცია იქნება ყოველდღიური მაგალითად ეს კონფერენციების ავანგარდში. თუ იქნება საერთაშორისო აღდგება, ჩემდროს იყო ეს ყველაფერი მე თუ მივიღე მონაწილეობა გაწევრიანებაში. ჟურნალისტთა საერთაშორისო სოფლიო ოჯახში გაწევრიანება. რა თქმა უნდა. თუ იქნება შეხვედრები არა მარტო პრესკონფერენციის სახით და მოკლე ინფორმაციული ნაკადების სახით, არამედ შეხვედრები მნიშვნელოვან თემებზე, საჭიროებო საქვეყნო თემებზე. თუ ვიზრუნეთ კავშირის წევრთა და ჟურნალისტთა ჯანმრთელობის, მათი სოციალური მდგომარეობის, ასევე ტრანსპორტის საკითხებზე, აი ამ და სხვა საკითხებზე ზრუნვა და გამოჩინება ამ ორგანიზაციის, რომელსაც სამწუხაროდ ბოლო წლებში მრავალი სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ვერ მოხდა. მე ვთვლი, რომ ეს კავშირი ისევ აღდგება ჟურნალისტთა ფედერაციასა და აი ამ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ჟურნალისტთა მიმართულებით უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის. არა მხოლოდ, სხვა უნივერსიტეტებშიც არანაკლები სკოლებია, ასე რომ მათანაც ვეცვლი რომ საჯარო ბიბლიოთეკას რო უძახით ეროვნული ბიბლიოთეკასთანაც უნდა აუცილებლად იქ ძალიან კარგი მათთან ერთად მათთან ამონაწილეობით იმიტომ რომ თლიანობა, რომელსაც ქვია მოზარდთა და მომავალ ჟურნალისტთა და უკვე არსებულ ჟურნალისტთა ერთიანობაში მათზე ზრუნვა და ერთიანი კავშირების
ეს აუცილებელი მგონია და ძალიან მიხარია რომ თანამოაზრები ვარ და აქვე მინდა ვთქვა რომ ძალიან მეიმედება ჩვენი ყოფილ სტუდენტს არ ვეძახი თუ ჯანსაღია ურთიერთობა სტუდენტია მთელი ცხოვრება ჩვენი ბატონი გიორგი მამაცაშვილი ჩვენი საერთო მეგობარი ახალგაზრდა აი ამარ ბოლო არჩევნის ძალიან დიდი იმედი გამიჩნდა რომ ის არის ენერგიული ადამიანი მართალი ადამიანი პრინციპული და მებრძოლი და მე ვიცი რომ მას უამრავი პრობლემა დახვდა და დიდი ომებიც გადახდა ამ მოკლე დროში მაგრამ მაინც მგონია რომ ის ღირსებას აღუდგენ ჟურნალისტიკას რომელიც რა დასამალია ჩემოგაკი საკმაოდ დაკარგა ხომ ჩვენ გვახსოვს ჟურნალისტი იყო საამაყო პროფესია და ახლა ერთმა ჩვენმა კოლეგამ ქუთაისიდან რომელსაც დიდ პატივს ვცემ ძალიან მიყვარს ნახევრად ხუმრობით მაგრამ ისეთი რაღაცა თქვა რომ აი ჭრილობა გამიჩინა რომ ესო მილევადი პროფესიაა თუ ასე გაგრძელდა მილევადიც გახდება და აღარავის დაჭირდება იცი თუ გაზეთი ჟურნალი მაკულატურად იქცა თუ გადაცემა არავინ უყურა ტელერადიო გადაცემას ერთი შეგვრჩება სოციალური მედია რომელიც ისიც ინერციით რაღაცნაირად გულის მოსაოხებელი სივრცე იქნება და ჩვენ პროფესიონალებს ვისაც გვიყვარს ეს დარგი ვისაც კარგიც გვინახავს მისი დავიც ხომ არ უნდა დავუშვათ ასეთი რამ ამიტომ მე ვფიქრობ რომ აი გიორგი თვითონაც ბევრი იცის ჯერ კიდე სტუდენტიში კარგად გახსოვს აი ერთი ფაქტი იმისა რომ ჩვენ ერთნი ვიყავით ფაკულტეტი და ფედერაცია რომ როცა ამ ახალგაზრდა კაცმა ჯერ კიდევ სტუდენტმა დაარსა მშვენიერი გაზეთი სტუდენტური პაემანი გახსოვთ ის გამოც ერთადერთ სტუდენტთა შორის მივანიჭეთ ჩემი ინიციატივა იყო და გამიჭირეს ჩემმა პრეზიდენტის წევრებმა მივანიჭეთ ჟურნალისტთა ფედერაციის წევრის ციგნაკი გადავეცით რომ ოჯახში მივიღეთ ძალიან ჭკვიანი ბიჭია მაგრამ კონტაქტური ბიჭია ძალიან კავშირები აქვს პროფესია გვაქვს ისეთი რომ კოლეგებთანაც ყველასთან აი გამოჩენილ ადამიანებთან საჭირო ხალხთან მე პირადად მეიმედება რომ რა ვიცი რაღაცას დაგვეკითხება კიდეც ალბათ იმედება ან თვითონ მოიფიქრებს კი არა ჩვენ ხშირად საუბრობთ ერთად და მე ვფიქრობ რომ აი ეს ერთი კარგი გზა არის რომ ერთად რაღაცა ვუშველოთ და ჩვენს ელიტარულ პროფესიას ვუშველოთ იმიტომ რომ საქართველოში ამის ფესვებიც გვაქვს ტრადიციებიც გვაქვს რესურსიც გაგვაჩნია და თუ ნება იქნება სურვილი იქნება და აქ ერთი პრობლემა ანუ მე კი კითხეთ მაგრამ მინდა რომ აი აქ გადაცემაშიც გაჟღერდეს ეს მე მახსოვს შეიძლება ეხლა დიდი არაფერი შემოსავალი მაგრამ იყო საწევრო გადასახადი ჟურნალისტთა ფედერაციას ქონდა ყველა მის განაყოფში აი ფილიალები იყო სიმბოლურები და სიმბოლური გადასახადი მე როგორც ვიცი აღარ იყო კარგი თუ რაღაც შემოსავალი ჭირდება გრადაცია მოხდა მოხდა ისე რომ აი ვეტერანებისთვის განსხვავებულია და მცირეა კი ბატონო ვეტერანი აქტიური ჟურნალისტებისთვის უფრო მეტია იცით რა მხოლოდ საწევრო გადასახადით საქართველოში არც ჟურნალისტთა კავშირის არსებობაზე შეიძლება არა რა თქმა უნდა არ ეშველა რაღაცა ეს არის ბიზნეს პროექტების განხორციელებაც არის საჭირო სარეკლამო მუშაობაც არის და ბევრი რამ რომელსაც ზეც ფიქრობს გიორგი და არ ფიქრობს მარტო უკვე გადაიდგა ნაბიჯები სამმართველები მე იმედიანათა ვარ რატომაც და მზადა ვარ გვეჭდაუდგე და დიდი სიამოვნებით, იმიტომ რომ ეს ჩვენი პროფესია, ჩვენი საქმე და რაც თავი არის ძალიან ელიტარული და კარგი პროფესია, კარგი და საცოდაობაა რომ ეს ასევე ფუნქციოთ არსებობდეს. ბევრი საკითხი დაგვრჩა ალბათ, მაგრამ ეს ძალიან ბევრი პირველი შეხვედრა ჩვენი არ იქნება ბოლო. დიდი სიამოვნებით ხშირად ჩვენ გიხილავ ჩვენ სტუდიაში, იმიტომ რომ პროფესიონალების აზრი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ წაადგება ჩვენს პროფესიას, ჩვენს ფედერაციას, ჩვენს მომავალს დარგისას. უღმესი მადლობა მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. მომავალ ხუთშაბათამდე გემშვიდობებით ჩემო ძვირფასო მაყურებლო.